მოგეთ ახლა ეს სიტუაცია დილით ადრე იყო ფრაქციების შეხვედრები ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის IPP კონსერვატორები, სოციალისტები და ALDE ჩვენ ვიყავით ALDE შეხვედრაზე სხვა პარტიების საქართველოსთან ესწრებოდნენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფების შეხვედრებზე. ამ ფრაქციის შეხვედრებზე აინტერესებდათ მოსმენა საქართველოს შექმნის სიტუაციაზე. ჩვენ მოუყევით არჩევნების შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, მათ შორის პროტესტი როგორ მიდის, მათ შორის წამების ფაქტებზე, ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის ცალკე საკითხი იყო მზია მაღლობელის საკითხი, რომელიც ცალკე დავაყენეთ და ინტერესიც იყო აინტერესებდათ რა ხდება, როგორ ხდება, მაგრამ სამწუხაროდ სრული ინფორმაცია არავის არ აქვს, რა ინფორმაციაც ჰქონდა, ინფორმაცია მივაწოდეთ. ამის შემდეგ დაიწყო უკვე პასეს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა, სადაც პროცედურულად ესე არის, რომ თუ რომელიმე დელეგაციის უფლებამოსილებებს არავინ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ ავტომატურად ხდება უფლებამოსილებების ცნობა. საქართველოს დელეგაციასთან, ქოცების დელეგაციასთან მიმართებაში IPP-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადგა და თქვა, რომ ის აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილებებს, მათ შორის მიზეზი რაც დაასახელა არის ის, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი და ამ პარლამენტში არ არის ოპოზიცია. ანუ ის, რომ ქოცებმა აქ ჩამოიყვანეს ეკასეპაშვილი ხალხის ძალიდან, რომელსაც ახლა ასაღებენ, ცდილობენ რომ გაასაღობთ, რომ ის არის ოპოზიცია, ამას ცხადი აქ არ ჭამენ და შემდეგ ამას ჭირდებოდა, რომ 30 დეპუტატს დაეჭირა მხარი ამ ინიციატივისთვის და დარბაზში 30 კი არა, მე მგონი ნახევარი დარბაზი ადგა და დაუჭირა ამას ხარი. ეს არის ახლა ამ წუთის მდგომარეობით, რაც ხდება. შემდეგი პროცედურა არის ის, რომ ეს საკითხი ახლა ქართული ოცნების დელეგაციის საკითხი გადაეცემა ორ კომიტეტს, როგორც მე გავარკვიე, ერთი არის მონიტორინგის კომიტეტი, რომელიც საქართველოს აკვირდება და ამან უნდა მოამზადოს ხვალამდე, თუ სწორად მახსოვს, ხვალ საღამომდე დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გაცეს რეკომენდაცია და მეორე არის Rules and Procedures წესებისა და პროცედურების კომიტეტი, რომელმაც უნდა განიხილოს ასევე საკითხი, რამდენად ჯდება პასეს წესებსა და პროცედურებში და შემდეგ უკვე ეს საკითხი სავარაუდოდ როგორც აქ ამბობენ გამოვა უკვე 4 შაბათს კენჭისყრაზე პასეს სხდომაზე და იქ მოხდება ამ საკითხთან დაკავშირებით გაწოდების მიღება, ანუ აღიარებენ თუ არა ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილებას, credentials, ესე ვთქვათ. ეს არის ამ წუთის მდგომარეობით, რაც ხდება აქ სტრასბურგში.